რამოდენიმე ხნის უკან ორმა სამმა მრევლიწერმა დასვა კითხვა. მამაო, თუ უნდა ადამიანს ხონება რწმენა საკმარისია, თუ აუცილებელია ღვაწლიც. მათ პასუხი მიიღეს, მაგრამ ეს საუბარი იყო კონკრეტული. ძალიან საინტერესო კითხვაა, როგორც გაირკვა ამ ბოლო ხანებში ხშირი საუბარია ამ თემაზე, ხშირი კითხვები ისვება ამ კუთხით ინტერნეტ სივრცეში. ადამიანები კითხულობენ, რომ რწმენა საკმარისია, თუ აუცილებელია საქმეებიც. ჩვენ დღევანდელი სახარების ამბავი ამ კითხვას სცემს პასუხს. უფალთან მიყავთ ერთი მძიმედ სნეული ადამიანი, მაცხოვარს ვერ პოულობენ, მოწაფეები იწყებენ ამ სნეულის კურნებას, მათ ვერ შეძლეს ეშმაკეულის განკურნება, ისინი აფიცებენ, ისინი ლოცულობენ, ეშმაკეული ყრუ და მუნჯია, მას არაფერი არ ესმის, ვერაფერს ვერ ამბობს. საჭირო არის მაცხოვრის მოსვლა, ის ბრძანდება თაბორის მთაზე, მისი ფერისვალება არის აი ამ ეპიზოდში, ის ჩამოდის მთიდან და კითხულობს რაშია საქმე და აი ამ მძიმედ სნეული შვილის მამა უფალს ეუბნება, რომ ჩემი შვილი ამ დღეშია, მოიყვანე შენს მოწაფეებთან და მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. უფალი ამბობს, ой, ნათესავი ურწმუნო. და მომგვარეთ მე იგი აქა. მაცხოვარი ამ ადამიანს განკურნებს, მას მისცემს ფიზიკურ, სულიერ კურნებას, გაიხარებს ხალხი, მიდიან უფალთან მოწაფეები და კითხულობენ, უფალო, ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განკურნება, ეშმაკეულის განდევნა. და პასუხი მაცხოვრისა, ეშმაკი განიდევნება ლოცვით და მარხვით. აი ჩვენ ახლა ვართ მარხვის პერიოდში, არის დიდმარხვის მეოთხე კვირა, ჩვენი ღვაწლი, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანური გაგებით გაგრძელდა, ზოგს მოშივდა, ზოგს შეცივდა, ზოგს შეერყა რაღაცა რწმენა, ზოგს გამოუჩნდა კეთილის მსურველი ბრჭყალებში მეგობარი, ეუბნება რა დროს მარხვაა, სულ შიმშილია, ვიღა მარხულობს, ახლა 21 საუკუნეა და არ მინდა ჩვენ ახლა მარხვა. და ჩვენც, ვინც ვიტყევით ხოლმე ქართა განძლიერეთ როგორც ლერწამი, ჩვენში შემოვიდა რაღაცა ქვენაგზნობები და გვესმის ინტერნეტში, თქვათ, ტელევიზორში, რადიოში გამოჩნდებიან კითხავები, მკითხველები, ხადაგებლები, ზოგიერთი მღვდელიც კი შეიძლება სამწუხაროდ და ყველა თავისებურად ბრძნობს მარხვის, ლოცვის და ღვაწლის შესახებ. აი ჩვენ ერთგვარი მანუგეშებელი ღვთისგან
რომ კი შენ გაქვს სარწმუნოება და მაცხოვარი ამბობს რომ რწმენა პირველი და აუცილებელი. მაგრამ თუ შენ არ გაქვს სათნოება, ლოცვა და მარხვა, ისე ეშმაკს ვერ მოერევი. ისე შენ ვერ შეძლებ ეშმაკის განდევნას. ამიტომ თავშივე დასმული კითხვა, რომ ცხონებისთვის რწმენა სამყოფი თუ 8 წლის მაცხოვარი მას პასუხს სცემს. რწმენა პირველია, აუცილებელია, მთავარია, მაგრამ ადამიანს სჭირდება 8 წლი. ლოცვა, მარხვა, მოღვაწეობა, რომ შეძლოს ეშმაკის განდევნა. სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია. ბრძანებენ მოციქულები. საიდან იბადება ასეთი კითხვა? ეს არის შემსუბუქებული და სულგამოცდილი ქრისტიანობა. შეიძლება ითქვას, ეს არის აღდგომა ჯვარცმის გარეშე. რომ თითქოს მარტო რწმენა მაცხოვრისა, საკმარისია და საქმეები არ არის აუცილებელი. უკვე ითქვა, რწმენა პირველია, ამას წყალი არ გაუვა. მაგრამ თუ ადამიანს რჩება დრო მოღვაწეობისა, მან უნდა იღვაწოს. ავაზაკი ჯვარზევნებული, კაკრული მაცხოვრის გვერდით, მან ირწმუნა ქრისტე, მაცხოვარი, ის უფალს თხოვს შეწყალებას, გადარჩენას, მას აქვს სარწმუნოება, თუმცა მას აღარ რჩება დრო მოღვაწეობისთვის. და ეს რწმენა საკმარისია მისი ცხონებისთვის. თუ ადამიანს რჩება დრო მოღვაწეობისა, ის უნდა იღვწოდეს, ასრულებდეს საქმეებს და ასრულებდეს სათნოებებს. გახსოვთ ერთი იგავი 10 ქალწულზე. როცა ამ 10 ქალწულში 5 ბრძენია, 5 სულელი. თუმცა ისინი ქალწულები არიან, მათ რწმენა აქვს ათივეს. მაგრამ მოღვაწეობა აქვს 5. და 5 მოღვაწეობა არ აქვს, მათი ზეთი და ლამპარი ცარიელია. ზეთი ესაა მოღვაწეობა ქრისტიანისა. როცა ის შრომობს, ლოცულობს, მარხულობს, ეზიარება, ტაძარში დადის, სიკეთეებს აღავს, მას სიყვარული გააჩნია. და როგორია განაჩენი, რომ ის ვინც აგვიანებს მოღვაწეობას და მას არ აქვს ზეთი, რჩება სასუფეულის გარეთ. კარები იკეტება, მაცხოვარი შედის, შეყავს თავისი რჩეულები და ეს 5 სულელი, თუმცა ქალწული, მაგრამ სულელი რჩება სასუფეულის მიღმა. რატომ? მას არ აქვს მოღვაწეობა. მათ არ აქვს ზეთი. მაცხოვარი ბრძანებს იგავს, რომ ერთმა კაცმა დაარიგა ტალანტები, მისა ზოგს 5, 2 და 1. 5-მა სხვა 5 შეზინა, 2-მა სხვა 2, 1-მა დაფლა თავის ტალანტი, მას არაფერი შეზინა და ვის ვერ გამარჯვდა. რატომ? მას არ ჰქონდა მოღვაწეობა. მან ღვთისგამიცებოდი რწმენა საქმეებით არ გაამრავლა. პასუხი მარტივია, რომ სარწმუნოება თუ მას საქმეები არ ახლია, ის ცხონების საკმარისი არ არის. თუ ადამიანს რჩება დრო მოღვაწეობისა, მან უნდა იღვაწოს.
უნდა როგორც ამას ეკლესია განაჩინებს, უნდა თქვათ იშრომოს, იღვაწოს, როგორც მოძღვარს შეუთანხმებს, უნდა სიკეთეები ჰქონდეს, გააჩნდეს. მაცხოვარი ბრძანებს მის მსჯავრის დღეზე და ის გაარჩევს ცხვრებს თხებისგან და ეუნება ცხვრებს, რომ თქვენ მოდით ჩემთან, რადგანაც ვიყავი მშიერი და დამაპურეთ, წყუროდა და დამალევინეთ, ვიყავი საპრობილეში, ვიყავი ავად, მოხვედი, მინახულე და სიკეთეები აღასრულე. და თხებს ეუნება, რომ მე ვიყავი ციხეში, საპრობილეში, მშიერი, უზუშინ არ მოხვედი, არ ვნახე, არ დამალევინე, არ შემოსე, არ მაჭამე. კი შენ გაქვს რწმენა, მაგრამ შენ არ გაქვს საქმეები. შენ ეს დრო, რომ უნდა გამოგიყენებინა საქმეებისთვის და სიკეთეებისთვის, დაფალი ტალანტი მიწაში, ამიტომ შენი რწმენა ამისთვის საკმარისი არ არის. ცხონებისთვის. პასუხი მარტივია. რასაც ეკლესია ქადაგებს უკვე 21 საუკუნეა, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე არის მკვდარი. ჩვენ ყავს ერთი გამორჩეული მოციქული იაკობი. ის მაცხოვრის ხორციელი ძმა, ნახევარ-ძმა იოსების შვილია. და ის არის იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი. და მას აქვს თავისი ეპისტოლე. და სწორედ აი ამ თემას ეხება მოციქული იაკობი თავის ეპისტოლეში. ხომ იმას წაიკითხავთ. ჩემო ძმებო, რა სარგებელია თუ ვინმე იტყვის, რომ წმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია. განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? პირდაპირ პასუხი ნახეთ. ზოგი ამბობს, რომ მას აქვს, მაგრამ საქმეები არ აქვს. ამ რწმენას არ შეუძლია სულისხმონება. თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდელი აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდობეო. სხეულისთვის საჭირო კი არა მისცემს, რა სარგებელია, ანუ შენ უნდა დაეხმარო გაჭირვებულს, მშიერს, თქვათ, წყურვალს, ჩააცვა, დააპურო და ესაა შენი საქმეები. ასევე რწმენაც თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ იტყვის ვინმე, შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. მიჩვენე ჩვენი რწმენა საქმე და გარეშე და გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია. კარგ შვები, მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და კანკალებენ. ანუ ეშმაკს სწამს ღმერთის. ღმერთი არსებობს, მაცხოვარი მოვიდა ქვეყნად და მისი ეშინია კიდევაც. მაგრამ ცხონდება ამითი? რჩება ეშმაკად. შენ კი ამაო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმე და გარეშე მკვდარია, ნახეთ, ამაო ადამიანს უწოდებს მოციქული, ვინც ამბობს იმას, რომ მარტო რწმენა საკმარისი სულისხმონებისთვის. განა აბრაამი, მამა ჩვენი, საქმეებით არ გამართდა, როცა თავის ძეს ისააკს სამსვერპლოზე სწირავდა, ხედავ,
რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა. აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს და ერწმუნა ა ブラ ამი ღმერთს, ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა. თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. აი თუ ადამიანი ახლა წაიკითხავს სახარებას და ბრძნობას არ დაიწყებს რაღაცა აი მარტივად მიიღებს ამ ნათქვამს, მას პასუხი მიღებული აქვს, რომ ადამიანი მართლება საქმით და არა მხოლოდ რწმენით. თუმცა რწმენა პირველია, შენ უნდა გქონდეს მართად რწმენა იესო ქრისტესი, მაგრამ მას უნდა თან ახლდეს საქმეები. ასევე რახავ მეძავი განა საქმეებით არ გამართდა, როცა ზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა, რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეების გარეშე. პასუხი ძალიან მარტივია. სარწმუნოება მკვდარია საქმეების გარეშე. გავიმეორებ. როგორც ადამიანის სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე სარწმუნოება მკვდარია საქმეების გარეშე. ყველას თუ დაუჯერებთ ხო თქვენ, ვინც გამოჩნდება ქადაგებლები, თუმცა ქადაგების უფლება ყველას არ აქვს. იაკობი ბრძანებს, რომ ყველა მოძღავს მებო გამოისაიდე ისე ილაპარაკეთო. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ჟამს გამოჩნდება ბევრი ქადაგებელი. ქრისტეს სახელითაც კი. და ხალხს ეს ადამიანი ქრისტე ეგონება. დღეს რამდენი ქრისტეა ჩვენს გარშემო? ზოგი ქრისტეა, ზოგი მეფეა, ზოგი ბაგრატიონია. თავის თავს ღმერთს უწოდებს, ქრისტევანო იძახის. ნუ დაუჯერებთ. ცრუობს. ხალხს აცდუნებს. ასევე ვინც ეკლესიის სწავლებაში, თქვათ მარხვაში, ლოცვაში რაღაცა ეჭვს ბადებს. ნუ დაუჯერებთ. ცრუობს. მთელი ჩვენი ეკლესიის ცხოვრება აგებულია საქმეებზე. სარწმუნო საქმეებზე. კიდე მინდა თქვა, პირველი რწმენაა მართალი. ეს მაცხოვარმა ეს თქვა, მოწაფეებო თქვენ რწმენა არ გაქვთ და არც საქმეები არ გაქვთ. და ამიტომ შენ ვერ შეძელი ეშმაკის განდევნა. და ჩვენც აი სულ გვახსოვდეს, თუ ადამიანს უნდა სულის ცხონება და გვინდა ჩვენ სულის ცხონება, გჭირდება რწმენა მართალი და აუცილებელი საქმეები. სხვათა შორის აი პროტესტანტები, კათოლიკებში შემოსულია ეს განწყობა, რომ თავარი რწმენა, საქმეები მეორე ხარისხოვანია, თავარია წამდეს იესო. თუ დაგვიდებით მას რაღაცა შეკრებებზე რაღაცა სიმღერებია, ტაშისემა, რაღაცა იესო მიყვარხარ, ავაკირიან, ქვითინებენ და მორჩა. ეს თუ საკმარისია. არ არის ასე. თავარია ჩვენი საქმეების სარწმუნოებრივი.
მთელი საუკუნეები ადამიანები, ქრისტიანები ამას ხადაგებენ. ამის გამო რამდენი მოღვაწე იყო, რამდენი მარხულობდა, რამდენი ჩადიოდა ხაროში, ჩადიოდა კლდის ნაპრალში იმალებოდა, რომ საქმეები ქონიყო და მიგამართლებოდიყო. და თუ მარტო რწმენა ყოფნის ადამიანს, მაშინ რა არის ეს მოღვაწეობა? ფანატიზმი. მეტი არაფერი. ჩვენ ამასაც ხომ უნდა ვერ მივიღებთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რწმენაც, მართალი და გვჭირდება საქმეების. ღმერთმა ამისი ნიჭი მოგცეს ჩვენ. მართალი რწმენა, რომელიც საფუძველია ჩვენი ცხონებისა. და მინდა მე კიდევ ისე გავიხსენო ჯვარცმული ავაზა ყოფილი. მან სარწმუნოება შეიძინა, თუმცა მას დრო აღარ დარჩა მოღვაწეობისთვის. და ღმერთმა ის აცხონა. თუ შენ გრჩება დრო მოღვაწეობისა, შენი რწმენა უნდა საქმეებით დაამტკიცო. ღმერთმა ამის ძალა და უნარი მოგცეს. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.